მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა ნიკა გვარამიამ, მას ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. ადგილზე გვარამიამ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. მისი განმარტებით ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილია. გათავისუფლებული გვარამია ამბობს, რომ დღეს საღამოს სახალხო პროტესტის აქცია შეუერთდება. ნიკა გვარამია პოლიციამ პარტია დროას ოფისთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავა. სასამართლომ მის დამნაშავე ცნო და 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მისი ადვოკატები დაკავების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობდნენ. როგორც მუშაობდით, ისე ვიმუშავეთ პარტიაც აგრძელებდა მუშაობას, მაგრამ ეს სახალხო პროტესტია ყველანი. ამ პროტესტზე ვინც ვართ, ვიქნებით პოლიტიკოსები თუ სხვანი, ვართ როგორც პატრიოტები ჩვენი ქვეყნის სხვებთან ერთად. და ყველაფერი, რაც ქართულმა ოცნებამ, ამ არალეგიტიმურმა და თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა მიიღო, ყველა კანონი ამ ვინც დანიშნა, იქნება ეს მთავრობა თუ გუშინდელი კარიკატურული პრეზიდენტი, ორდიპლომიანი ტაქსისტების ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტი გვყავს, ამ ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი, ვისაც შეუძლია ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, არის და რჩება სალომე ზურაბიშვილი. ვიდრე არ იქნება ახალი არჩევნები და არ შეიცვლება ხელისუფლება. შესაძლოა მერეც დარჩეს სალომე ზურაბიშვილი, მე ვისურვებდი ამას.